მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემ გამომწერს მოგესალმები. ვისაც არ უშლის ხელს მე როგორ საუბრობ ჩემს გაშლებზე და ჩემს რიტუალებზე. და ასე შემდეგ. მოკლედ, ყოველ დღე სურპრიზები მხვდება და მტერი თავს იჩენს. აი ესეთი ხალხისთვის ჩემი რიტუალები აღარ იმუშავებს და პირიქით ბუმერანგი წამოგივათ უკან. მოკლედ ჩემო კარგებო, ნახოთ 10-20 სექტემბერი, ხო? ნახოთ რა იქნება. ოპა, გადმოვარდა უკვე. ქსიანი ხმლები, გზების გახსნა გაქვთ უყურეთ, გზების გახსნა. 10 დღეიდან იხსნება გზები. მტრები, ესე იგი, თავიანთ ნიაღვარში, თავიანთ შხამში ჩაიძირებიან, მთელი აი ეს ყვავები და აი ეს, ანუ, იცით რა არის? სამყარო გაჩვენებთ, დაგეხმარებათ, მიგახვედრებთ, როგორ უნდა გამოხვიდეთ სიტუაციიდან, მიხვდით ხო? აი ამ ყვავების სიტუაციიდან როგორ უნდა გამოხვიდეთ. ნამდვილად ახალი აზრი დაგებადებათ, ანუ გექნებათ ის საშუალება, რომ გამოხვიდეთ აი ამ სიტუაციიდან და ნახეთ, აი როგორ ცაც დედამიწაც წყალიც, ესე იგი, გაერთიანებულია, გაიწმინდებით თქვენი ოჯახი, თქვენი მეგობრები, ვინც თქვენთვის კარგია და ვისაც კარგი უნდა. სიახლეები მოდის, რაღაცაში შეიძლება 0-დან დაიწყოთ, რაც მტრებმა ესე იგი ჩამოგაგდეს და დღემდე გებრძვიან, აქ ჩანს კი. და გააგრძელებთ ბრძოლა, სამყარო თქვენს გვერდით არის და ნამდვილად გეცოდინებათ, ესე იგი, ვინც ჩამოგაგდეს ხო დაბლა, ისევ ახვალთ, ანუ ძირითადად თქვენს გონებას და მენტალს ებრძვიან. გასაგებია, მადლობთ. ეხლა გადავიდეთ 11. აბა 11 სექტემბერი, რას გვეტყვის სამყარო. ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი, შვილი, ბიჭი, ძმა, ან შორს ხართ, ან ურთიერთობა გაქვთ, ან შეხვედრა გინდათ, ესე იგი, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, ან თქვენი როგორ გითხრათ, ხელოვნური საქმე, თქვენი ახალი ნაბიჯები, შეიძლება გოგოსთან ან ნათესავია ეს გოგო, აუცილებელი შეყვარებულია ხო არ არის, რომ იყოს, რომ ანუ მიდიხართ იქ, ან ეს გოგოც იყო ჩამოსული, გელოდებათ, ან ეს თქვენი შვილია, შორს არის და თქვენი იმედი გაქვთ და ერთმანეთის იმედი გაქვთ. ანუ ეს ორი ადამიანი ხართ კონკრეტულად, რომლებიც ესე იგი ერთმანეთისთვის ხართ და ყოველთვის ეხმარებით. ხან ის გეხმარებათ, ხან თქვენ ეხმარებით და გამონახავთ აი ამ ფინანსური კრიზისიდან გამოხვალთ, აუცილებლად გამოხვალთ. აქ კიდე აი თქვენი ახალი წიგნი იწერება, რომ სამიანი პენტაკლი, ფულადი გზები იხსნება, ასევე გარღვევები გექნებათ, არა მარტო ფულში და ფინანსებში, ფინანსები თურთ, ასე ვთქვათ, რომ ვისაც საზღვარგარეთ ახართ, ან არიან და გინდათ რომ შეხვდეთ და ან ჩასვლას აპირებთ, აი ესეთი სიტუაციები, ან ფულადი აქეთ-იქეთ გადარიცხვები, გადმორიცხვები, კრედიტები, ხო? აი ყველაფერი გაიხსნება. მადლობა. ეხლა გადავიდეთ მესამე დღე. აბა, ნახოთ, რას მოგვიტანს. აი, ტაროები არის ამობრუნებული ორივე, სერიოზულად ვიღაცამ ჩუმად ამოგაბრუნათ ორიან პენტაკლში და 9-იან კვერთხებში, ესე იგი დაცვებთ თქვენი ენერგიით, თქვენი ვიღაცა ენერგოვამპირი ყავთ, კი, აი ნამდვილად და წოვს თქვენს ენერგიებს, თქვენ შეიძლება ბავშვებიც ყავთ სახლში, შვილიშვილები და ბავშვები ხა ისეთი რა თემაა, რომ ბევრი ენერგიის დახარჯვა გვიჭირს
ჭირდება ხო რომ ბავშვებთან გაუმკლავდეთ ხო ან თქვენი შვილია ესე და აი ბავშვი რო დაღლის ხო ხდებით მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია იქნება კიდევ ვისაც შეხვედრა გინდათ აქ უფრო ოჯახური სიტუაციები ამოვიდა ვინც თქვენს ესე იგი ჩუმად მტერი იმალებოდა და თქვენს ბედში ერეოდა ის გამოჩნდება ასევე ახალი ნაცნობობა შეხვედრები კარიერა მოლაპარაკებები და თქვენი ბედის წინ სვლა ამოდის ძალიან კარგი მადლობთ კარგი აბა ეხლა ვნახოთ მეოთხე დღე 10-11 ვნახოთ აბა სექტემბრიდან 10-20 ოპა რა იქნება და ბალანსი ვიღაცა მამაკაცებო ბალანსი გაქვთ დაკარგული და გეუბნებათ სამყარო რომ ეს გიშლით ხელს ფულის გამომუშავებაში ან აი ნუ ერთ მხარეზე ანგელოზი მეორე მხარეზე ეშმაკი გაზით აქ ვიღაცა იპარავს თქვენს თაგვები ვირთხებია აქ თხუნელებია ვიღაცა იპარავს თქვენს ქონებას თქვენს დაბანდებას იპარავს ვიღაცა რომელიც ესე იგი თქვენ ენდობით და გაკარგინებთ აი ამ ფინანსებს ცოტა გადაამოწმეთ თქვენი მეგობრები და თქვენი ფინანსური მხარე აი ამას გეუბნებათ სამყარო და ასევე გოგოებო შეიძლება მამაკაცს უნდა გებრძვით დღემდე რომ ბალანს გაკარგინებთ იმიტომ რომ თქვენ ძლიერი ხართ სულიერად ანგელო ფეხებზეც აი გამოდებას გიკეთებთ აკოვი ქვია პულტი რა გადებთ ფეხებზე ჩაკეტვებს რომ წახვიდეთ, აი რაღაცა პატარა მიაღწიოთ, მერე გაგაჩეროთ, ხო, რომ წინ არ წახვიდეთ, მაგრამ ნუ გეშინიათ, გექნებათ გარღვევა, არ დანებდეთ, დიდი მადლობა. ავიღო თქვენის ნებართვით, აბა ვნახოთ კიდე. ათი 20 სექტემბერი, რა ხდება, რა მოვა, რა იქნება. რას გვეტყვის სამყარო, აი ესე უცებ ნაკადი პატოქს რო ეძახიან მომივიდა და არ ვაპირებდი და იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ვარ და იცით რა არის თქვენ გეშინიათ გოგოებო ან ბიჭებო თქვენს გოგოსთან მისვლა რაღაცა გაუბედაობა გაქვთ აი ეს გაუბედაობა ფეხს ყოფთ ნაბიჯს დგავთ მაგრამ დარწმუნებული არ ხართ საით მოდით კარგად დაუკვირდით ღირს ამ ნაბიჯის გადადგმა რომ მე იმედგაცრუებული არ დარჩეთ და ესე იგი ანუ უსიამოვნებაში არ გაეხვიოთ აი ამას გეტყვით მე მაგრამ თუ დაუკვირდებით და სწორ ნაბიჯს გადადგავთ ხო აქ შეიძლება დედა ყავთ ქალი რაღაცა დიაბეტს მეუბნებიან ხო აი იმიტომ რომ აი ამ ქალზე შეიძლება ნერვიულობთ ან თქვენ თვითონ გაქვთ ეს რაღაცა ნეგატივი ხო ნეგატივიდან მოსული ნერვიულობიდან მოსული მოკლედ გოგოებო სწორი ნაბიჯი უნდა გააკეთოთ გადაამოწმეთ კიდე გეუნებიან სანამ რაღაცა აი ამ კარებს შეაღებთ რომ იმედგაცრუებული და ჩხუბში აი უსიამოვნებას გიმზადებთ ვიღაცა და ფრთხილად იყავით მაგრამ გამოდიხართ უფლის დახმარებით საჩუქარს მიიღებთ ექვსიანი პენტაკლი დახმარებას მიიღებთ ვისგანაც ელოდებით და ვისგანაც არ ელოდებით დაგეხმარებიან აუცილებლად აბა კიდე ავიღოთ 10-20 სექტემბერი მოიწონეთ არხი, გამოიწერეთ არხი, გადადით მეორე არხზე. იმიტომ რომ ნელ-ნელა უკვე იქით გავაკეთებ გოგოებო ბიჭებო გაშლებს და აქეთ დარჩება მხოლოდ რიტუალები. კი ავიღე, ძალიან ბევრჯერ მომწერა ერთმა გოგონამ რომ ნინი აიღე მარტო იმას უყურებ. კი ავიღე ეგ რიტუალები, იმიტომ რომ 100-ია საჭირო, მერე კიდე დავდებ. ჯერჯერობით 100-ია საჭირო. იმიტომ რომ მტრები ძალიან ცუდად გააქტიურნენ და თქვენი თავდაცვის მიზნით ერთმანეთი რო არ დააზიანოთ, ავიღე რაღაც რიტუალები. მოკლედ თუ ვინმეს დაგჭირდებათ პირადი ეგეთი რიტუალები მიხვდება დამიკავშირდით და პირადად ჩაგიტარებთ მოკლედ რაღაცა აი ეს
ჰარმონიაში გადადიხართ, ისევ ვიღაცას უნდა ჯერ ასე გეტყვით, გოგოებო ბიჭებო, თქვენი განულება უნდა აი ამ ახალ მთვარეზე, ანუ აი ეს მე რო ჩავწერე ზაკალცოლკას გახსნა, წრიული ჯადოს მოხსნა, ხო, გაწმენდა, აი უყურეთ, აი გადიხართ, გარღვევას აკეთებთ, აი ეს ცუდია, ეს ყველაფერი, აი ეს ჯანმრთელობა რო გიზიანებთ დღემდე მეუბნები აი მოკლედ რომ ზოგს სუნთქვა გიჭერთ რომ აი ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდათ რომ დიდი ხანი გამზადებდნენ რომ აი ეს ხელები ამოყოფილი რომ ჩააგიწიონ ჩაგათრიონ მაგრამ ვერ მოესწრებიან უფალი ჩვენთან დგას ანგელოზები ჩვენთან არის სამყარო ჩვენთან არის და ასე რომ მეც მეხმარებიან და ჩემს კარგ და კორექტულ გამომწერებს გამოდიხართ ამ სიტუაციიდან ეს ძველი კარები იხურება გარდასახვა გარდაქმნა ხდება ახალი ნაბიჯები გეცოდინებათ უკვე როგორ და სად უნდა წახვიდეთ აი ნეგატივი რამხელა ნეგატივი გაქვთ და ახალ ნაბიჯებს დგავთ შეიძლება იმოგზაუროთ კიდეც აი უცებ რო არ ელოდებით ახალ მეგობრებს შეიძენთ ძალიან კარგი მზე თქვენთან არის მთარე თქვენთან არის მიწაწყალი თქვენთან არის სამყარო თქვენთან არის გამოჯანმრთელება და კარგი ურთიერთობა მიხარია აბა ეხლა ვნახოთ კიდე ნახოთ რა იქნება 10-20 სექტემბრიდან ჩემი გამომწერებისთვის რას გვეტყვის სამყარო ანგელოზები ნუ ხო ვთქვი აქ ვიღაცა ნუ ხელოვნება ეხლა ჩემთვის კი არა საერთოდ სპორტიც და რაღაცაც რო დახატო ეს იგივე ხელოვნება მსახიობობაც სიმღერაც ვინც მღერის ვინც ისა ხო ხდებით არა ექიმიც იგივე რიტუალია ოპერაციას რო აკეთებს ხო 10-იანი თასები გენაცვალი ორიანი კვერთხები უკვე გეცოდინებათ აი მყარად გეცოდინებათ რომ აქამდე რომ ან ვიღაცა ვერ დგავდა ნაბიჯს ან თქვენ ვერ დგავდით ნაბიჯს ხო და აი ან სურვილიც არ გქონდათ ხო ან შესაძლებლობები არ გქონდათ აი ამ ურთიერთობაში შედიხართ და აი გზები აი ეს ახალი იდეები კი გქონდათ მაგრამ ეხა უკვე განხორციელებაში შედის და თითქოს კიდე იცით როგორ თქვენივე გოგოებო ბიჭებო თქვენი აქ შეიძლება ახალი ნაცნობობასაც მეუნებიან როგორც ბიჭებში ისე გოგოებში შეიძლება აქ ოჯახით შეიქმნას მე არ გამოვრიცხავ ერთმა გამომწერმა მომწერა რა ვქნა არ რეზონირდა თუ არ რეზონირდა გენაცვალე მე 3000 გამომწერი მყავს და 3000-ზე მეტი 10000-მდე მიყურებს მე ხო ვამოწმებ ვინ რამდენი ნახვებია გენაცვალე და მაშინ პირადად უნდა დამირეკო ესე იგი არ არის თქვენთვის ხო და თუ არ მოგწონთ ნინიას ტარო გადადით სხვა ტაროზე და იქ რეზონირდება მოკლედ აი ეს ჰარმონიაში შედიხართ ჩემო კარგებო და ჩემს თავსაც და თქვენს თავსაც ვუსურებ წარმატებებს ეს რაც იყო დაკარგული ახლიდან გაორმაგებული გასამაგებულად შედიხართ როლში რო ვთქვათ ცხოვრების როლში ძალიან კარგი და დაკარგულს აინაზღაურებთ ესე იგი 10, 11, 12, 13, 14, 15 იყო. ეხლა 16 ვნახოთ, აბა 16 სექტემბერი. აბა რას გვეტყვის სამყარო 10, 20-მდე, 20 სექტემბრამდე. Ну, ვიღაცას თქვენი ფულადი შემოსავლის ბრძოლობს, რომ აი იზოლაციაში ჩაგკეტოთ და ვერ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან. ანუ, როგორ იცით, თითქოს მტრებმა, ყველა მტრები ამოწიეს, აი, ყველა ბოდიშ და ძაღლები თქვენ მოგიქციესო, მიხვდით ხო? აი, აქ ეს სამივე ეს თემაა, მიხვდით ხო? და ბოლოს ხო ბუმერანგი მაგათ მისდით. აი, ეს თემა არ შეგეშინდეთ, გოგოებო, ბიჭებო, ყველაფერი მოგვარდება, ბუმერანგი წაუვიდა უკვე წაუვიდა მტრებს, აი ამ წუთასვეც. ახლა მგონი 17-ია, ხო, აბა ნახოთ 17. 10-20 სექტემბერი ჩემი გამომწერებისთვის რას გვეტყვის სამყარო ანგელოზები. ნუ რვიანი ხლები. უყურეთ როგორ განმეორდა. აი აქაც რვიანი ხლები, აი ამ ტაროზე და აი აქაც რვიანი ხმლები. ესე იგი ძალა განმეორდა, ძალა, ესე იგი ნუ გეშინიათ, აი ეს იბრძოლოთ, უნდა კი გებრძვიან, მაგრამ გამოდიხართ აი ამ იზოლაციიდან, გაიხსნება, კი რთულია. მე ხა
ვიქავ გრძნობ, აი მესამესაც ავიღებ. კი, აი სამიანი კვერთხები. შეიძლება ურთიერთობაში გიშლიან ხელს მიხვდით ხო? შეიძლება ეს არა მარტო გოგო და ბიჭია, არა შეიძლება დედაშვილი, შეიძლება ოჯახში ყოფენ ცხვირს და ასე შემდეგ თანამშრომლობაში, კარგ მეგობრობაში მიხვდით ხო? გამოდიხართ, არ ინერვიულოთ, ეს ბრძოლა დაგიფასდებათ, ძალიან კარგი. აბა ეხლა ავიღოთ კიდე 1 წუთი 10 11 12 13 14 15 16 17 18-ია ეს 18 სექტემბერი აზარჩი რო შევდივარ აჰა 18 აბა ნახოთ სამყარო რას გვეტყვის 18 სექტემბრიდან 10-20 ნუ განულება ხო თქვი აი ეს რიტუალი ესე იგი მე რო ამაყენა სამყარომ და ადექი ნინია ჩაწერე ადექი გეყოფა და ესა და აჰა აი უყურეთ იგივე აი ეს ზაკალცოვკა გაიხსნა და უკვე იწება ეხა რო იყო შვიდში რო ჩავწერე უკვე იწება თქვენი ახალი ნაბიჯები ისევ მოგზაურობა ვინც ელოდებოდით და არ გამოდიოდა მწახვალთ ვიზები იქნება ბილეთები ფულს იშოვით აი სახსრებს გამოგანახინებთ გზებს ფულადი არხების რომ აიღოთ ეს თანხები და მას გამოძრავდებით და გადადგავთ ნაბიჯს მიხვდით ხო ეს ხმლები შეიძლება აქ ან ექიმი თეთრხალაც ატარებთ ვინმე ან ექიმთან დადიხართ ხო აი ამ სიტუაციიდან გამოდიხართ ან თქვენ თვითონ იბრძვით აი ხართ ძლიერი ადამიანი რომ ადრე თუ არა გქონდათ ბრძოლის უნარიც კი დაგიკარგეს ხო ეხლა თქვენ თვითონ ესე იგი განაგრძობთ ანუ ისევ შეივსებით აი ამ ახალი მთვარედან ჩემო კარგებო და აქ ამოდის რაინდი კვერთხები ნუ აქ გოგონა ბიჭი შეიძლება თქვათ მაგრამ უფრო გოგოებო გადიხართ წინ ახალ ნაბიჯებს დგავთ აი უყურეთ რა სიძლიერე და ორი ახალი ნაბიჯი ამოდის აქ შეიძლება თქვენი გოგო თქვენი შვილი თქვენი რძალი შვილებიც ხო აი ერთმანეთის ნახვა ანუ წასვლა წამოსვლა ესეთი სიტუაციებია ძალიან კარგი ეხლა ავიღოთ ჩვენ აი ეს ავიღოთ აი ხო დაილეცა ყველაფერი ნახოთ ეხლა ჩვენ გონი მე-19-ია ხო 10-20 სექტემბერი აი ეს სპონტანურად აი უცებ ბევრი გტარო არც მომიმზადებია იმიტომ იქით ვწუდები უკაცრავად აბა ვნახოთ მტრებს თქვენ მტრებს მოკლედ ჩაეკეტებათ გადასასვლელი ხიდი გაიჭედებიან გზები ჩაეკეტებათ ესე იგი რაც ეგონათ რომ თვითონ მოიგებდნენ ხო და ელოდებოდნენ აი ამას და ესე იგი ილუზიებში წაუვათ თავიანთი ფიქრები თუნდაც სასიყვარულო ვინც თქვენ სიყვარულში და თუნდაც დედაშვილურ და ნათესაურ სიყვარულში და მეგობრულ სიყვარულში ჩაერია ხო აი ეს 10-იანი პენტაკლი თქვენს ფინანსებზე ვისაც ესე იგი დღე და ღამე არ ძინავს და არ ეძინა რომ ხوار გამდიდრდით და სახლები ხوار იყიდეთ და ასე და ისე ხო ღმერთმა გაყიდინოთ ჩემი ჩათვლით ხო მე რომ აბრალებენ რომ ფულს იღებოდა ისო აი მე გამეცინა მოკლედ ფინანსებში პირდაპირ კრახი ექნებათ სამყაროსგან და 10-იანი კვერთხები ჯანმრთელობაზე ღმერთო ჩემო ესე იგი გასულელდებიან აი ესე იგი რასაც თქვენზე ფიქრობდნენ და ელოდებოდნენ ხო რომ აი მოითბობდნენ მოიქავებდნენ გულს ხო რა თქმა უნდა აი ეს ყველაფერი აი ეს უკან დაუბრუნდებათ და ჯანმრთელობაზე დახარჯავენ აი ამ 10-იან პენტაკლებს გენაცვალე აი ასე აჰა მგონი 1 წუთი 1 2 3 4 5 6 10 მგონი დავამთავრე ხო იმიტომ რომ და მოდი 1-3-ას ამოვიღებ უბრალოდ რა ხდება
ესე რატო მიკარნახეს რომ ესეც უნდა აიღო ნინიაო. იცით რა არის მეგობრებო? ახალი წიგნი, ახალი სწავლა, ახალი გოგოებო და ბიჭებო შეიძლება ქალბატონებო თქვენ ხართ, გოგოებო თქვენ ხართ, შეიძლება კიდე იყოს რა იცით, აი ემზადებით სწავლობთ ან ასწავლით ხო? მასწავლებელი ხართ ხო? ახალ გადამზადებას შემოგთავაზებენ, შეიძლება ახალი საათები დაგიმატონ, შეიძლება თქვენი დედიკო და ასე შემდეგ. მოკლედ, ახალი მე ამას ვეძახი წიგნი აკაში, ესე იგი სამყაროდან, ანგელოზებისგან და ეს სხვა ზე სამყაროა განზომილება, აი აკაში, აი ეს გადაწერა, ახალი წიგნის გადაწერა თქვენი ცხოვრების მიხვდით ხო? ესე იგი მეხუთე განზომილებაში ბევრს უჭირს გადასვლა და ბევრსაც არ უნდა. აი გადადიხართ, აუცილებლად აი ურთიერთობა გინდათ, სიყვარული გინდათ, აუცილებლად იქნება შეხვედრა, მეგობრებო, აუცილებლად იქნება და ამასში თქვენიანებიც და იმ გოგოს მხრიდანაც მოწონება იქნება და აქ გენაცვალე თქვენს ადგილს დაიკავებთ და თქვენი სტატუსი ისევ ამაღლდება და შენარჩუნდება და ახალი წიგნის დაიწერება ან თქვენ შემოგთავაზებთ ახალ სასიამოვნო სიტუაციებს. მადლობთ მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ზარს დააჭერეთ რომ გაშავდეს და თქვენთან იყო ნინია, მომავალ შეხვედრამდე.